მოგესალმებით სტუმრად ანასთან. დღევანდელი ჩემი პოდკასტის თემაა ცხოვრებისეული მოგონებები. დღეს ჩემი სტუმარია ოქროს თაობის სუხიშვილების სოლისტი, ხელოვნების ქურუმი, სახელობითი ვარსკვლავოსანი, ღირსების ორდენოსანი, თბილისის, ბათუმის და ატლანტის საპატიო მოქალაქე, ნიკოლ ორთქიფანიძის პრემიის ლაურიანტი, მწერალთა კავშირის უცხოეთთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, მსახიობი, მწერალი, სპორტსმენი, ჩოგბურთელი, მთის და წყლის მოთხილამურე. ეს ადამიანი არის საქართველოს კოლორიტი. აქვს საოცარი იუმორი, იცნობს ყველა და უყვარს ყველას. გივი სიხარულიძე. გამარჯობა ბატონო გივი. გაგიმარჯოს კმკლაჯან. მადლობა რომ ხართ დღევანდელი ჩემი პოდკასტის სტუმარი და ვიცი რომ ძალიან გულწრფელად ვისაუბრებთ. პირველ რიგში მინდა გითხოთ როგორ ხართ და რითი ცხოვრობთ დღეს? ყველაფრით ცხოვრობ, გრიალებ, ბძრიალებ, ტრიალებ, ქალებში დავდივარ და სიცოცხლით ავსევარ. კიდე დადიხარ ქალებში. რას კიდე დავდივარ? რა თქმა უნდა. სალამ ცოცხალი ვარ ვივლი. რა თქმა უნდა. და სიკვდილი ხარ გონია ის არის რომ მოკვდები. აი ქალი რო აღარ გინდა, აი მაშინ ვკვდები. მაშინ ვკვდები. სო, მამაკაცი რო დაიბადება ამ ქვეყანაზე, უნდა იყოს სახელად კი არ უნდა ერქვას კაცი. თავის თვისებებით მამაკაცი უნდა იყოს. მამაკაცობა ეხა ის კი არ მე რომ შაყირობ ეხა რაღაც. კანონ უნდა იცოდეს მეგობრის პატივისცემა, მეგობრის სიყვარული, გაჭირებული ზახმარება, კაცურად ცხოვრება ამ ქვეყანას მამაკაცი ქვია ნაღდი. ისე გინდა გიცხოვრია და გინდა არა და მე მყავს ესეთი მეგობარი მილიარდელია. შალო ბრეუსი დედის იოსელიანი, იოსელიანის ოჯახი აიზარდა და სულთა ქართულს ლაპარაკობს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ცხოვრობს და მილიარდელი ერთ-ერთი ყოფილი გუბერნატორი, ყოფილი ministris პირველი მოადგილე რსბს-ს, ხო და იმას დაუწერე ესეთი ლექსი ეხლა მე არგენტინაში ვიყავი ბუენოს-აირესში მის დაბადების დღეზე ის არიხტიდა და იქ სამეგობრო დახვდა მეც ჩავედი მთხოვეთო ჩავსულიყავი და აეროპორტში დავხვდით ქართულ ჩოხაში ვიყავ მე გამოწყობილი და აი ეს ლექსი წაუკითხე მას დაუწერე დაბადების დღეზე ესეთი მინდა ქართველი იყოს ყველა დედის ხელით გამოზრდილო მამის ხელით გამოწორთნილო ვაზის მტევნით დამტკბაროდა ქართლის თეთით დალოცვილო ერეკლეს ხმლით ალესილო ვაჟას ლექსით გალექსილო აი ესე უნდა იყოს ესეთი უნდა იყოს ქართველი მამაკაცი ქართველი კაცი ბატონ გივი ბევრი რეგალია გაქვთ ერთი მაგ რეგალების ბოდიში და დედაც ეს რეგალი რა არის ხო მაგ ვარ საქართველოს კულტურისა, საქართველოს კულტურისა და ხელოვნების ქურუმი. ამაზე მეტი რა უნდა ვიყო? თბილისის საპატიო მოქალაქე, ბათუმის საპატიო მოქალაქე, დამსახურებული არტისტი, ყველაფერი ქვეყანაზე, პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენოსანი, რო ჩამოვთვალოთ დილამდე არ მეყოფა. მე რა და 450 ლარი მაქვს, ისა რა ქვია, პენსია, ხო? და ამ 450 ლარით უნდა ვიცხოვრო მე? იცი რას გეტყვი, თუ ესეთ რაღაცებს მაძლევ, მაშინ ხელით შემიწყე რომ ნორმალურად ვიცხოვრო. თუ არა და ესე იგი მასხათ ამიგდეს ყველაფერი რომ მომეცი. აი ჩემი აზრი ესეთი, მეტი სხვა აზრი არ მაქვს. მე მადლობელი ვარ რომ მე ვცხოვრობ როგორც, რა ვიცი, აი უფრო კარგად ჯერ ალბათ პლანეტაზე არც ერთ პრინცს არ უცხოვრია. მაგრამ ეს იმიტომ კი არა რომ ამათ გამიკეთეს კაი ცხოვრება. იმიტომ რომ მე თვითონა ვარ ისეთი რომ სამეგობრო მყავს მაგათ ვენაცვალე ვანო ჩხარჩიშვილიდან დაწყებული თავზე მყვება და ჩემი გელოდი კობალაძე, ჩემი კვარაცხელია ლადო, ჩემი აი შალვა ბრეუსი რო ისა ვახსენე ხა და ესეთი ხალ რატო უნდა ვიყო მე სხვისი ისა რა ქვია ხელში შემყურე ხო? თუ ამდენი რეგალები მაქვს და ამდენი ვიშრომე და ესეთი ვიყავი, გამიკეთე რამე ჩვენ სახელმწიფომ, ხო არ მართალია მაშინ. კი, გეთანხმებით აბსოლუტურად. შეგიძლია ეს არ ახარ მართალი. თქვენს ბავშვობაზე მომიყევით. ჩემი ბავშვობა რა, მე გავიზარდე ძალიან ცუდ პირობებში. მამა ჩემი იყო განათლების განყოფილების გამგე, ეხლა რომ მინისტრობი ქვია აჭარაში. მამა ჩემი მე აქეთ გამოიყვანეს დაიჭირეს პოლიტიკურზე. კიდევ კარგი დედა ჩემიც არ დაიჭირეს. და ვიზრდებოდი ძალიან ღარიბულად. დედა ჩემმა პედაგოგმა ქალმა დაიწყო მუშაობა კოლონიაში ამღდელ პედაგოგად. იქ ურიგებდნენ ორ ბუხანკა პურს.
შავპურს. იქ მუშაობდნენ ქალები, რომლებიც იყვნენ ძალიან საყვარლები, იმათ ქვრები ყავდათ ყველაფერი, იმ ორ ბუხანკას ისევ დედაჩემს აძლევდნენ. უგროვებდნენ. მე დედაჩემი მოდიოდა და ამას სულით ადრე ხა თქვენ ბავშვები ხართ, დარიცით და ადრე იყო ესე. ქუჩაში დადოდნენ მაწონი, კვერცხი და აი ამათ უცვლი და პურებში, რომ მე გამოვეკვები. ამიტომ მე 13 წლის ბიჭი რო უკვე 11 წლის ბიჭი ვიყავი, რომ მატარებლებზე ვქურდობდი. ჯიბეზე არა. მაშინ იყო ომი ახალი დამთავრებული. 1951 წელი უკვე როგორ არიცით, 6 წელი უკვე გასული ომის დამთავრებიდან. ხო და ამერიკა ეხმარებოდა საბჭოთა კავშირს პროდუქტები შემოდიოდა. და იქ არსენალზე, სადაც ბებიაჩემი ცხოვრობდა, მატარებელი მიდის ძალიან ნელა და იქ მიდიოდნენ საბარგო მატარებლები, ტავარნი ერქვა, ტავარნი ვაგონი. ხო და ყველა ვაგონს აცილებდა ხიშტიანი კაცი. ღამე, რადგან წელა მიდიოდა, მე და ერთი რუსის ბიჭი ვალერიკა, ჩემი ზმაკაცი, ავახტებოდით და სულ გვერდზე რო იდგა, აი გვერდზე აქეთ. ესე უბსკული იყო ქემოთ. ეს დიდი 36 ლიტრიანი, 40 ლიტრიანი, 50 ლიტრიანი ისენი კასრები იმას ესეთ ვანჯოდი ვარ გადავაგდებდით იმიდან ბორტიდან. რა ეს ხა ალბათ ის გადავარდებოდა და ეს ხრამში მიდიოდა და ქვემოთ ელოდებოდნენ დიდები. თავის პალტარა ტონკა ქვიოდა გრუზავიქს და იმაზე დებდნენ მიქონათ. მე ყიდნენ და მე და ვალერიკას 10 მანაც გვაძლევდნენ. და 10 მანეთით მაშინ რესტორანში დაპატიჟებდი 1-2 მეგობარს სამს. და ჩემთვის ეს 10 მანეთი იყო ზღაპარი, აბა კამფეთს ვინ მიყიდიდა, ხო? მივდიოდი და 3 მანეთიდან 5 მანეთამდე კამფეტებს ყიდულობდი ბევრს. და დანარჩენს 5 მანეთიანს ჩემი კარების წინ ვაგდებდი. და მაშინ ისე წესიერი იყო ხალხი, რამდენმა იპოვა და არავინ ესე იგი არ იყო. ჩვენ კარებთან და დედაჩემი რო გამოვიდოდა, მე ვარ დედით რუსი, კუბანის კაზაკი იყო დედაჩემი ულამაზეს ქალი და დაიწყებდა ჩი ძენგი ვისია ქართული ცოდას უყდა ვისია პული ვისი არავის არ უთქვია რომ ჩემია. და იწოდა ხოლმე ალბათ ღმერთი იმან რა იცოდა რომ მე ღამე 2 საათს ბებიაჩემთან რომ ეძინა მაშინ იყო ეს ბებიას ხო ეძინა მე მიპარებოდი ღამის 2 საათს. და ერთხელ მოხდა ესეთი რამე რომ ავედით გადმოვაგორეთ ერთი და ატყდა სროლა ანთეს პროჟექტორები გაჩერდა მატარებელი და ჩვენ ჩამოხდით ორივე და რო ჩამოხდით იქ აი ამ ხელა ისენი ბუჩქები იქ არიზდება კარგად იმიტომ რომ მატარებელზე და ჩავწექით და უცბად მესმის ხიშტიანი კაცი ამ ვაგონის გამცილებელი ეუბნება მეორე ვაგონისგან ბიჭო შაქრო დავინახეთო აგერ წვანო და ვესროლო ვინც ისა ესროლე მაგრამ მაგად დედაცო უთხრა და ამან უთხრა რომ ბიჭო ბავშვები არიან და რა ვქნა რამდენი წლისები 12-13 წლისანებიო მაშინ რა უნდა ესროლო გიჯი ხო არა ხარო და დაწერე ისო აქტი რომ მოგპარეს და მე ხელს მოგიწერო აი ამ პერიოდში როცა ეს ელაპარაკება ამ კაცს და იმან რო უთხრა ესროლეო აი ეს რუსის ვალერიკა გადმოწვა და დამაწვაზე ტანზე მე არ გავაკეთე ქართველი ვარ ვაშკაცობაზე ვდებდი თავს და მე ჩემ თავზე ვფიქრობდი გადარჩენაზე და იმან იფიქა ორვე სიკვდილს გადამეფარა იფიქა მე მოვკვდები და ეს მაინც გადარჩენს აი რა გამიკეთა რუსის ბიჭო ვალერიკამ ჩემი ძმა იყო მე ის დაიღუპა მე იმაში ვლადივოსტოკში ისე ცხოვრებას გაყვა ეს ძველი ბიჭურს და ძალიან ჯიგარი რა ხო და უყურეთ რა შეასაქმე მე ხო იმან უთხრა რა უნდა ესროლო აქტი დაწერო ეს ხო ამას არ მოусმენია იქამდე და იმ პერიოდში ხიშტიანი კაციც კაცი იყო და მამაკაცი იყო ვაშკაცი როგორც კი უთხრა იმან რომ ბავშვები არიანო უთხრა რა უნდა ესროლო არ ესროლო არც დაგიჭირეს არც დაგვიჭირეს და არც გვესროლეს და სწორედ მაგაში იყო საქმე რომ დღეს არახიშტიანი ბანტიკებში გამოწყობილი და საყურები რო უკეთიათ ბიჭებს სუბტა ბოდიში და პედერასტები არიან და მაშინდელი ხიშტიანი კაცი რაინდი იყო და ვაშკაცი რა მაშინდელი მამაკაცები იყვნენ ეხლადელ მამაკაცებში ცოტა ეჭვი მეპარება ბატონ გივი
10 წლის იყავით დედამ რო წაგიყვანათ სუხიშვილების კონცერტზე. კი. თქვენ უყურეთ 10 წლის ბიჭი ვიყავი და უყურე ნინო რამიშვილს. ფრიდონს არა, ომარ მხეიძეს და დათო ბასილაშვილს. და დედა ჩემი აღთოვანებული იყო ჯერ საწყალმა ის ფული როგორ შეაგრო ის. რო წაეყვანათ. წავეყვანე და მე ვთქვი მამა მეთქი აკაგდა ვიროშუს სტანუს სალისტამ ეტავანს ის მოკდა სიცილი. ხო შვილო მითხარ. ხო წამოვიდით. მარტა 15 წლის ნახევრის ვიყავით 16 წლის ხდებოდი და უნდა გითხრათ რომ ესეთი კაცი არსებობს ჟუმბერ პერაძე უდიდესი მოცეკვავე იყო. არსებობს ტრუკავი აქტიორი, ტრუკავი არტისტები და არსებობს აი ჩემნაირი ფრიდონსურობეზე მე ნუ ჩვენ მხოლოდ ვცეკვავდით. უფრო მაგარი ტრუკის გამკეთებელი მოცეკვავე არ ახსოვს მსოფლიოს როგორც იყო ჟუმბერ პერაძე. აი როგორც ისეთი მოცეკვავე არ დაბადებულა და ვერ დაიბადება ფრიდონსურობეზე რო. კი. და იმან მე მიყვანა ანსამბლში ჩემზე ადრე მივიდა 1-5 თვით ადრე და მე მეცხა წამოდიო და მე მიყვანა გამშიჯა ნინო რამიშვილმა და როგორ აგიყვანათ მოდი ჩემთანო და მივედი და ლოყაზე მაკოცა. ზავტრო შევდია პრიხაძინარებს რუსულად ლაპარაკობდა ხოლმე. ხვალიდან მოდი რეპეტიციაზე და ეგრე დაიწყო ჩემი ცხოვრების. პირდაპირ ანსამბლში აგიყვანათ? რა შეგვიძლია გასულ აბოცად მაშინ არ იყო შვილო. სტუდიები არ იყო. რა სტუდია არის სტუდია. მაშინ იყო ისა ნუ აი მე დაროხელზე სამცეკვავდი ანსამბლში და ცეკვა მასწავლა ცეკვა. სომეხმა გურგენამ სუქიასოვი იყო თუ სარქისოვი აღარ მახსოვს რუბილნიკივი ცხვირი ქონდა შეუხედავი დაბალი და თან დასაფლაებებზე დოლზე უკრავდა და მღეროდა არა მარადებს აღარუმ დასაფლაებებზე იმან მასწავლა მაგრამ მე ჭაბუკიანის სტუდია დავამთავრე ყველაფერი მაგრამ მე მოცეკვავეთ დამაყენა აი ამ შეუხედავმა გურგენამ რას ლაპარაკობ? აი იმ გურგენამ მასწავლა რა არც იმან მითხარი როგორ უნდა დამდგარიყავი რა და ის იყო მთავარი აი ის მითხარ როგორ უნდა დამდგარიყავი შარმი და ეშხი აი მონუმენტალიზმი მასწავლა იმან ამ შეუხედავმა კაცმა და იმის წყალობი და რაც თავარია მე პირველად ქართული ცეკვა კი არ ვისწავლე მე ვცხოვრობდი იეზიდების უბანში ქურთების იქ ზემოთ გორკის ქუჩაზე ხოდა და ვარანცოვზე და პირველად ცეკვა ვისწავლე 9 წლის ბიჭი ვიყავი ვიდექი აი ეს ქურთებთან ერთად და ქურთულ ცეკვავს ცეკვავდი ქურთული ცეკვა ვისწავლე პირველად რატო წამოხვედით სუხიშვილების სტუდიიდან პარიზის გასტროლიდან ხოლო ერთი რამის გულდა წამოვდი სიამდვილე შეგებერა ვიტანე იქ ეს ერთმანეთის დასმენა კგბ-ს აგენტები იყვნენ ძალიან ბევრი იყო კგბ-ს აგენტი მაგრამ ძალიან ბევრი იყო ვაშკაციც აი მაგალითად რობერტ მაჭარაძე იმისანა კაცი არ დაიბადება იმისი უფრო მწვენოა რამეც უცონ ჩავიდენდი რაღაცას ვიდრე მამა ჩემის იმდენად ვაშკაცი კაცი იყო და ეგ ძალიან ბევრი იყო იქ გივი სურვილაძე იყო რაღაც ზღაპარი კაცი ისეც იყო იმათთან კგბ-სთან მაგრამ კაცობის ნიმუში იყო და იმ კაცმა მე ციხიდან დამიხსნა გივი სურვილაძე მინდა რომ იცოდეს მისმა შვილთა შვილებმა რომ გივი სურვილაძე სუხიშვილის ყოფილმა მოცეკვავემ შემდეგ ინტურისტების აი მერიოტი როა იქ იყო ისა რესტორანი და მუხამბაზა იმის დირექტორი იყო და იმ კაცმა მე სიცოცხლე მაჩუქა ციხიდან დამიხსნა. ციხეში ეს როდინდელ ამბავს ყვებით. აი როდინდელს რო დავავნებე სუხიშვილს თავი მე ხა მაგრა ვჩხუბობდი და იქ მომივიდა ძალიან ცუდი ამბავი იმ რესტორანში. და ყველა დაარიგა ესე იგი აფიციანტები და ადმინისტრატორი ხმა არავინ არ გაიყოს და გივის ხალხს ხელი არ დაადოთ. რას ლაპარაკობ? ვაშკაცი იყო და ეგრე მომეფერდა. ბატონო გივი, ერთმა ადამიანმა თქვენ გიწოდათ სევდის ტბა. იგივე ადამიანმა გაგიკეთათ ძალიან ძვირად ღირებული საჩუქარი. ამ ისტორიის შესახებ მოგვიყევით თუ შეიძლება. კი, მე რო წაიკითხა ჩემი მოთხრობები მთელი 3 დღე კითხულობ აქ თბილისში იყო ჩამოსული ვანო ჩხატიშვიდან მე ვარ აი ვალში მთელი ჩემი ცხოვრება რა დღევანდამდე ჩემ ოჯახს ინახავს ხოდა წაიკითხა რუსულად რა თქმა უნდა გადათარგმნილი 600
გვერდიანი და მესამე დღეს სუფრასთან ვიჯექი და можно чтоб ты встал შეიძლება ადგე ეცოთე ავდექი შეწუდას შენახარო სევდის ტბაო ვა მე გავგიჟი რა სევდის ტბა წავკითხია ჩემი ყველა მოთხრობა და სევდის ტბა მიწოდა და შემდეგ ძალიან დიდი საჩუქარი გამიკეთა რომელიც ჩემ ბიჭთან გადავარიცხინე ჩემ ბიჭს მიადგა იმ წუთში ამერიკაში პოლიცია უნდა გეგოთ რა წარმომავლობისა ეს ფული ჩემ ბიჭმა ამ კაცის მისამართი ყველაფერი იმეილი ის თვითონ კორპორაცია მისა იქიდან დაუდასტუროს ჩვენ კულტურის ფონდი გვაქვს და ჩვენმა კულტურის ფონდმა აჩუქა შემდეგ მე გამოუწერეს და 20% გადაახტევინა და მე კიდევ დარდობდი რომ მეთქი ნეტა ისე მოეცა მეთქი რომ არაფერი გადამახადა ჩემო ბიჭმა იცი რა მითხრა ამერიკაში მამა აი მაგხელა ფული შენ რომ თეთრად გაათეთრო აი ამდენივე ფული უნდა გადაიხადო რომ ამდენი გაგითეთრო რა ჩემთვის ეს ძალიან დიდი რამეო ეს არაფერი არ არის 20% რო გადავიხადე და ჩემთვის დიდი საქმე რომ შემოსავალში თეთრი ფული დამიჯერა ძალიან კაი ეს არის უზბეკი წარმოშობით რომელიც ყაზახეთში ცხოვრობს მილიარდერი ძალიან კაი ეგეც ვანოს წყალობით მოხდა ვანოს ჩხატიშვილის პურმარეში გავიცანი ძალიან კარგი გიზო ნიშნიანიძე დაწერა თქვენზე ავტოპორტრეტი რა დაწერა შეგიძლიათ გითხრათ დაწერა ესე რომ გივის სიხარულიძე არის ბუნების ნათავხედარი კაცი ეხა უფრო მეტი რა უნდა დაგიწერო ბუნების ნათავხედარი კაცი მე ბევრი რამები დაწერა მაგრამ ეს და ხშირად მე რომ დავიწყე წერლობა გიზოს მეშვეობით მოხდა და ცეზარ შევარდნაძე იყო ესეთი შევარდნაძის მეშვილი მე შევარდნაძე დიდად გულზე არ მეხატებოდა არასდროს მაგრამ გენიოსი იყო რა თქმა უნდა და მის მიშვილის უმიკიჟინებდა დაწერე და მაგრამ ვერ ხვდებოდი რა უნდა დამეწერა და მოხდა ისე რომ ღამე დამეწყო გამოცხადება და მოთხრობების ვნახულობდი ღამე მე რა დილავს გემოდე ვერაფერს ვერ ვაკეთებდი და აი ესე მე ჩვენი დღეს ერთი 4 თვე რომ მაწვალა ესე იმასაც ვიყავი კაცო ნეიროპათოლოგთან რომა შაქარაშვილთან აკადემიკოსთან ჩემი ძმა არის და ბიჭო მოვთარ მე მგონი გავრეკე რაღაცა მოთხრობებს ვნახულობა მოკვდა სიცილით არა არაფერი არ ჭირს გამშინჯა და თუ გინდა ის დალიო ვალერიანის ის ძირები მოუხარშე და აი იმან ნაღდად გამაგიჟა ერთხელ მოუხარშე და მთელ პადიაში მაგის სუნი იდგა რომ დავავლე ხელი და მოვისროლე მაგის დედავატირე ხო და ეგრე მოხდა რამდენი წლის იყავით ეს მოხდა 45 წლის წინ 45 და ყველაზე დიდი წვლილი ჩემი წერლობის ასპარეზში აქვს 10 განსვენებულ ცხონებულ ჩემთვის იდეალურ კაცს ყველაზე საშიშ კრიტიკოსს წერთა კავშირის თავმჯდომარეს ლიტერატურული საქართველოს თავარ რედაქტორს თამარ სივრცილაძეს რომელმაც მე რა მოხდა ხო იცი მივიტანე სამი მოთხრობა ხო და ბიჭებთან თქვი რა კურსვაზე რომ მიმაქმედკი ერთი ნახო და იქნება რა მივიტანე მოთხრა თქვენ ხა მე არ მისვთ არ წერლობაზე არ მაქვს მე და რაღაცა დავჯღაპნე და თუ მოგეწონა დამიბეჭდეთ მე თუ არა და გაროძანდებოდეს მე წამოვიდა შემომძახო რომ კაცო თუ მოგეწონაო ძმაო სად გიპოვოთ მერეო და ტელეფონი დატოვე მდივან დავტოვე აი რა ვაშკაცი ხალხი არსებობს მირეკავს 11 საათია ღამის და მე თამარ სივრცილაძე ვარ და თქვენო ახალი მიმდინარეობა შექმნითო ქართულ ლიტერატურაში ეხლა ტელეფონი დაკიდეთ თორე შენ მოგიტყავ გეგონათ რომ ვიღას შაყირობდა მაგაზე რა მიმდინარეობა ვინ ჩემპიონი ვიყავ და ძალიან საინტერესო შემოქმედება დედა მომიწეს უკვე როგორი ვაშკაცი იყო გადმომირეკა და მითხრა თქვენ ვიცით რაც მოხდა აი ამ ტელეფონზე გადმომირეკეთ გადავრეკე და თამაზე ვარ წიწაზე მე უთხარი ბატონო თამაზ ბოდიშვილი მე მეგონა არ გინდაო შენ გეგონა შენი მეგობრებიო გაშაყირებდნენ ხო მეთქი ეს მეგონა აბა ეხლა თქვენ რომ მითხრათ მეთქი რომ ახალი მიმდინარეობა შექმენი აი მაგან დამაბნია მეთქი და მეთქი ის შემკრე ახალი მიმდინარეობა შექმენიო და შენს მიმდინარეობას ქვია ქალაქური ნოველები რომელიც არავის არ აქვს
არი ამაყეთ იმ წუთში თქვენი თავით? არა, ჩემი თავით არ ვიამაყე. ვიამაყე იმით, რომ საქართველოს ყავდა აი ესეთი კეთილშობილებით სავსე ვაშკაცი, მართალი კაცი, როგორც იყო თამარ სირცილაძე. შეგონი მან ძალაზე მემიღო მაშინ წეა დაკავშირი წერი რომ გავხდარიყავი. 4 წელი ეხლა 50 თეთრეგეს შეგვიდი. ხო და ამ დროს წეათა კავშირის თავმჯდომარე ეხლა არის მაყვალა გონაშვილი, უფრო კარგი გოგო, უფრო კარგი ქალი, ნიჭიერი. ქვეყანაზე არ არსებობს, ჩემი შვილობილია. მაგრამ ეხლა ის წეათა კავშირი და იმ პერიოდში აირჩიეს, როიცოდეთ ეს მაყვალა გონაშვილი წეათა კავშირი. ძალიან ნიჭიერი გოგო. ხო და ის რა ქვია, ამეჩია წეათა კავშირის წევრად, როგორ გავიარე ისინი. და აი მაშინ მოხდა ზუსტად რომ ჩემი მოთხრობები გავაგზავნე სევდიანის კამი ესეთი მქონდა წიგნი გამოშვებული. გავაგზავნე ნოველების წიგნი, გავაგზავნე ამერიკაში კონკურსზე, რუსულად გადათარგმნილი და გადათარგმნილი ინგლისურად. რუსულმა თარგმანმა პირველი პრემია მომიტანა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამომიძახეს. ჩემი მოთხრობები იბეჭდებოდა რუსულენოვან 200 წლის გაზეთში, რომელსაც ქვია Новое русское слово, სულ იბეჭდებოდა ყველა ნომრებში. და ყველა გადაცემებში რუსულენოვანში, ინგლისურენოვანში რო ჩავდიოდი, ძალიან ხშირად ჩავდიოდი, ხდებოდა რეპორტაჟები ჩემთან ინგლისურენოვანზე, მე რუსულად პასუხობდი, ისინი თარგმნიდნენ ინგლისურად. და ესეთი რამე მოხდა ჩემ ცხოვრებაში და შემდეგ ჩემი წიგნები 32 წიგნის ავტორი ვარ, გადაითარგმნა 10 ენაზე მსოფლიოს. და ინგლისურენოვანმა მითხრეს იქ ამერიკაში ხო წარმოადგინე რომ ჩვენ ვერ მივხვდით აი ენაზე ნათარგმნი შეიძლება ჩინურია რომ იმდენად საძაგალი ნათარგმნი იყო ცუდი. რუსულენოვანი გადამითარგმნა 10 სხონებულმა ულამაზესმა ქალმა გინა ჭელიძემ კუსრაევა სიამბლეში იყო კუსრაევა ქმარის გვარზე იყო აი ჭელიძე რო იყო ისა ცნობილი რა ქვია მას სცენარისტი აი პირველი მერცხალი იმის დაწერილი იმისმა ცოლმა და მისი ცოლი იყო ულამაზესი რაღაც საოცრება ისა ოსისკალი რომელიც თბილისში დაიბადა გაიზარდა და მწყინვალე იცოდა თბილისური მუღამე და გადათარგმნა ზღაპრულად და ინგლისურად აღარ ცადეთ ხელმეორედ გადათარგმნა არა მე გადაითარგმნა ფრანგულად გადაითარგმნა უკრაინულ ენაზე გადაითარგმნა აზერბაიჯანულზე სომხურზე ყაზახებმა ყაზახეთის მინისტრ საბჭოს თავმჯდომარე იმამ გალიმ რო წაიკითხა ჩემი წიგნი პირველი რა შეკითხვა დასვა ვანოს უთხრა ჩხატიშვილის სუფრასთან არის შეტანილიო იმაში სასკოლო ლიტერატურაში ამბობს მე ვთქარი არ არის მეთქი მაგრამ სპამაგაცენ დამატებით არის სახელმძღვანელო ეტა ბაჩაეში მქო მეო წავალო დიდი შეცვლა მეო აუცილებლად გადავათარგმნებ ამასო და სასკოლო პროგრამაში შევიტანო ეს თქვა და წავიდა ეხლა ნასამი კაცი იყო ძალიან ინტელიგენტი რამდენიმე ენაზე ლაპარაკობს თან უკრავს საკრავებზე ფორტეპიანოზე სკრიპკაზე ყველაფერს ხო და წავიდა და ეს წელი გავიდა კაცი როგორც შენ არ მოგიკითხია ჩემთვის ისე იმას და მე ვიფიქრე ნუ ასე ახლა რომ თვალი კაცი იყო ისე მადლობელი ვარ რომ მოეწონა და ესე რა თქმა უნდა ერთი წელიწადია 2 თვის შემდეგ მირეკა ყაზახეთის საელჩოდან თქვენ უნდა იყოთ აქ ვაუ მე ვიფიქრე რა ხდება უცბად მანამ და ამერიკა ჩარტიშენ რომ უნდა იყო ყაზახეთის საელჩოში მეც უნდა ვიყო მივედით და ჩამოვიდა მინისტრი განათლების ყაზახეთის ჩამოვიდა ეს უკვე მინისტრ საბჭოს უკვე აღარ იყო გადაიყვანეს ელჩად რუსეთში ყაზახეთის ჩამოვიდნენ და უცბად გაესო რაღა ეს მაგიდაზე და გადაშალეს და 680 გვერდიანი წიგნი გადათარგმნილი ყაზახურ ენაზე რასლაბარი ეს გამიგდა მაჩუკეს Land Cruiser Prado და ყველანაირად მომიფერდა იყიდება ყაზახეთში და თან სასკოლო პროგრამაში შეიტანეს სასკოლო პროგრამაში არის შეტანილი ყაზახეთში ყაზახურ ენაზე და რა წიგნი გამოუშვეს იცით რანაირი დაბეჭილი რა ძალიან ნუ ისე ძალიან მომიფერენა ო ბევრენებზე გადაითარგმნა რუსული თარგმანის წყალობით რუსულიდან გადათარგმნეს რუსულიდან გინა ჭელიძე არის ქალი რომელიც სამარადისოდ ჩემ ცხოვრებაში იქნება როგორც ულამაზესი მშვენიერი ვარდის ყვავილი ვარდისა რომელსაც ჭკნობა არ გააჩნია რაც უფრო
უფრო წლების შემემატება, უფრო მეტად გავიხსენებ მას და უფრო მეტად ვცემ პატივს მის არს, იმიტომ რომ ის თავის შემოქმედებით და თავის შესახედობით ნამდვილ შირაზის ვარდს გავდა. რა ლამაზად მოიხსენიეთ. აბა სხვანაირად არ შემიძლია. ბატონო გირი, პიც უნდა გავიხსენოთ ერთ-ერთი სასტუმრის აივნიდან, მე-14 სართულის აივნიდან. არა, ზუსტად გეტყვი, როგორ იყო, აი გეტყვი. ერთი გოგო ჩამოვიდა, ფიშერსონი იყო გვარად ებრაელი. ძალამაზი რა. ქმარი ყავდა, ქმარი ძალიან სიმპათიური კაცი იყო. ხო და ეს გოგო ისეთი იყო რა, ხო სვეტსკი. აჰა. ხო და მე-14 სართულზე ცხოვრობდნენ. და არა, ბოდიში, მე-14 სართულზე იყო ის რა ქვია იმას. ბარი, სადაც იკრიბებოდა ყველა. ხო და მე-13-ზე ესენი ცხოვრობდნენ. ეხლა მე პრანჭება აქეთ ცეკვავთ აქეთ და მეუთხარი შევხვდეთ მე ესო ლიონეაო და მეუთხარი როდისო არაფერი რომ მიდისო პლაჟიო ეგო ეს მიდიოდა 10 საათზე პლაჟში ქმარი და მე იქ იყო ხოლმე პირველი სახელი 12 საათამდე რა ცურავდა და ეს ახლა სვეტსკია 3-ზე 4-ზე იღვიძებს ფეხებზე კიდე მეუთხარი მაშინ მოლა რომ გარდა მკეტავსო ვა შედიდეთო და ბიჭები ყველა მოწამე საწყალი ეხლა უკვე გარდაცვლილია ჩემი ცეზარ შევარდანძე ჩემი კაკო შევარდანძე უამრავი ხალხი მე-13 სართულზე ბალკონებით ავედი გაგიჟდა რომ შევედი და მე ისე ქვევიდან ახვედი ძევი შვილებს ვიცავ და მე ისე მე-13 სართულიდან ისე ქვემოთ ჩამოვედი და იქამდე გაკეთებული რა მქონდა იცი ამ ბარში მე-14 სართულზე მოაჯერზე ახვდი და ვიცეკვე და მთელმა ხალხმა დახუჭა ესე თვალები აი ყველაფერს ვიცავენ სისულელი გავაკეთე ღმერთმა გადამაჩია გადავიშვებოდი თავით აბა რა ხო ყველაფერი სისულებმა გაკეთებული იმიტომ რომ თლაჭკუაზე ვერავ თლაჭკუაზე რომ კარგად იყო ვერც ლექს დავწე და ვერც მოთხრობას და ესე უფრო საინტერესო ხდება ცხოვრება ჭკვიანი და დინჯი და პატიოსანი არის შემომეზობელი შალიკო დილი და ღამე გაზეთი უჭირავს ხელში და კითხულობს ამ გაზეთს და იცის რა გამარჯობა ბატონო გაგიმარჯოს всё აი ჭკვიანების ბედი ბატონო გივი ძალიან ბევრი გისაუბრიათ სიყვარულზე რა არის სიყვარული იმაზე პასუხს თუ ვინმე გაქცევს რომ სიყვარული რა არის ტრაჭკუა ყოფილი ნუ ბევრი დაავადებასაც ეძახის ვერ ეს არის დაავადება და პასუხი ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს სიყვარული ეს რამე არის თქვენეული ახსნა მაინტერესებს შემებული ახსნა ერთი რამე რომ სიყვარული არის სიული ქმნილება მარადიულია რა ნამდვილი სიყვარული ამ თქვა და მარადიულია ის რაც გაქრა ის არ იყო სიყვარული არ არის სიყვარული და აი ახლა მაშინ სიყვარულზე მეგეტყვი რა პასუხი გავსა სიყვარულზე ახლა ჩვენ გვახსოვს ესეთი დიდი ფილოსოფოსები სოკრატე არისტოტელე კანტი ჰეგელი ნიცშე შოპენგაუერი ერაზმოტენდამსკი სირანო დე ბერჟერაკი ტომაზო კამპანელა, ბეკონი, ფროიდი, რა ვინ აღარ მამარდა შვილამდე დავთარებული. მაგრამ არსებობს რუსეთის ფილოსოფიაში, რელიგიურ ფილოსოფიაში არსებობენ სამი უდიდესი ფილოსოფოსი. არსებობდნენ კიპიუსი, შისტოვი და ბერდიაევი. და ბერდიაევი წერს, რომ ადამიანო შენ ნუ ეძებ მაღლა ცაში სადღაც ღმერთს. ღმერთი არ შენში თუ შენ შეგიძლია გიყვარდეს ესე იგი რა გამოდის ღმერთი არის სიყვარული ღმერთი არის სიყვარული და ეშმაკი არის ჩათლახობა გოთერობა მამაცაყრობა და შეიძლება ორჯერ გიყვარდეს ადამიანი ორჯერ შეგიყვარდეს თუ შეგიყვარდება ეს იქნება არა სხვადასხვა თუ ერთხელ მოდის სიყვარული არა ეგრე არ არის მე მაგაზე პასუხს ვერ გაგცემთ ალბათ შეიძლება რომ მე კიდე გიყვარდეს და არსებობენ კიდე ხალხი რომელსაც ისე უყვართ რომ შეწირულები ხდებიან ამ სიყვარულის ხო ესეც არის ნუ რა ვიცი ხა მაგალითად შექსპირის რომეო და ჯულიეტა ხო ჩემთვის იდეალური ქმნილებაა ხო მაგრამ მაინც არ ვამართლებ ამ ამბავს ამ სიკვდილს არ ვამართლებ იმიტომ რომ სიცოცხლე ღმერთის პოძებული და საჩუქარია იმ საჩუქრის ხელისკურა არ შეიძლება
ნამდვილად. ვინ არის თქვენი ქალის ეტალონი? ჩემი ქალის ეტალონი იყო და არის ლიანა ასათიანი. ჭირიჭირა გიდახია? კი, როგორ არა. აი მარინა ფერაძე რო კი, როგორ ერთ-ერთი არა. იმის გვარს რო ერთმანეთში რო ეშნებათ. კი. ეს როგორი ქალი ისე? დედოფალი რა, ქართველი ქალი რაღაცა და მე ძალიან უყვარდი რა. აი ძალიან და მე სამიყო რა ჩემი უმცროსი და იყო და ერთხელ იზა ორჯონიკიძე იყო ერთი ძალიან კაი პოეტი სხვათა შორის, მაგრამ ძალიან ცუდი ადამიანი. და ოღონდ ძალიან კაი პოეტი. და რაღაცაზე დამიწყო იქ და ეხა მე არც მალავ ხო ერთი პერიოდი გაქანებული ხულიგანი ვიყავი დამთვალეს და წამომაძახა სუფრასთან შენ ხარ ნაბანდიტარი ხულიგანი რაღაცები. ხო და ლიანა იჯა იქეთ და გამოიხედა იზაო და ესე გავუკეთა შვილებს ვიცარ. ამის მოთხრობებს რა პასუხს გასცემ? და იმან გაჩერდა, იმიტომ ვიცოდა რომ ამასთან ლაპარაკი არ გამოვიდა. ამ დროს იზა ორჯონიკიძე იყო ძალიან კაი პოეტი, მაგრამ ჩემთვის ძალიან ცუდი ადამიანი. და არავისთვის კარგი კიდე. რას ეტყოდით დღევანდელ ახალგაზრდებს? აი როგორც ბიჭებს, ასევე გოგოებს. მაინტერესებს მე ბიჭებს და გოგოებს ერთი რამე უნდა უთხრა. მე რაც ქალებში ვიარე და რაც მე ცხოვრებით ვიარე, ორ კაცს არ უქნია ესეთი რამე მსოფლიოში. და თავი მომქონდა ამით რა. და თურმე ყველაზე დიდი მასხარა ყოფილი ვარ ცხოვრებაში. სულ ამ სიტყვის ნიშნულობით ლაპარაკობ. ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ. აი მასხარა ყოფილი ვარ. მე მინდა რომ აი ახალგაზრდა ბიჭი ვარ და აი ვიღაცა შეუყვარდება, რომელიც ღირსია მის სიყვარულით და მოიყვანს მას მთელი თავის ცხოვრება, აი მაშინ იქნება ვაჟკაცი. ვაჟკაცი ის კი არ არის პეპელასავითო დაფრინავს ერთი ქალიდან მეორეზე არა. ვაჟკაცი ის არის, ვისაც უყვარს და იმის იქეთ მისთვის სამყარო აღარ არსებობს. და ქალსაც იგივეს ვეუბნები. ნუ გონიათ ამ ქალებს აი აქამდე ჭიპამდე ტრუსიკები ის ტრუსიკი რო უჩანთ რო აცვიათ და ვულგარულად რო იქცევიან და საზიზღრად და მომენტით რო სარგებლობენ, ისინი ჩემთვის ქალები არ არიან. ისინი არიან ქვესკნელიდან ამოსული სატანის გაჩენილი რაღაცა როგორ ინფუზორიები. პროტოპლაზმაც არ არიან, ინფუზორიები. ლამაზ სხეულში რაღაცა ინფუზორიები. ქართველი ქალი მინდა რომ იყოს კლდემა მოსილებით სავსე და მან იცოდეს თავის ფასი. როდის არის ქალი მაგარი? როცა მან თავის ფასი იცის. და თუ მან თავის ფასი იცის, მაშინ თავის ქმარის ფასიც იცის. და ეს აქ მთელი ამბავი ხა ხო გამიგეთ მე რაც არ მინახია ვის აქ ნანახი დედამიწის ზურგზე და კიდევ ერთხელ ვიძახი მხოლოდ ერთი რამით არის ჩემთვის დაფასებული ქალი მისი სისპეტაკით და მე გეტყვით ახლა მე ერთი 10 წლის წინ ვაღარ მახსოვს წავიკითხე ესეთი ნაწარმოები ძალიან დიდი მწერლის ფრანსუაზა საგანის ნიმნოშკა სონცევ ხალოდებაზე ცოტა მზე ცივწყალში და იქ არის ობრაზ ნატალის სახეა ნატალის ქალის რომელიც არის ერთ-ერთი დიდი ოკრუგის აი ოლქის პროკურორის სოლი და გრაფინია და აქ ჩამოვა ვიღაც იტალიელი ნაძირალა ჟურნალისტი ახალგაზრდა ბიჭი ამაზე აკეთიკი და რომიდის ამათანო და ამ ქალს შეუყვარდება ეს ბიჭი. და ეს ბიჭი უნდა წამოდი ჩემთან ერთად იტალიაში და შედის ქმართან და ეუბნება რომ მე ეს ბიჭი შემიყვარდა და მე ვერ მოგატყუიდება რომ ეგ რაღაცები დავიწყო და გტოვებ და მივდივარ. ის კაცი ეუბნება ნატალი იცოდე ერთი რამე რომ ჩემი ეზოს კარი ყოველთვის ღია შენთვის დასაბრუნებლად. ქმარმა უთხრა. ქმარმა. ამ ქმარმა იცოდა ამ ქალის ფასი. წავიდა ეს ქალი ერთ წელი ყავდა იმასო და ერთხელ შეასწრებს და ლაპარაკს რომ თავის ამხანაგს ეუბნება არ იცოდა იმას ის იყო მომბეზარა უკვე აღარ შემეძლია ამ ქალთან ყოფნა. ხმა არ უთქვია ჩუმად წავიდა და წამოვიდა ეს ქალი. არ მოვიდა პირველი სად გავარდებოდა ეს ბიჭი გავარდა სადგურში იმიტომ იცოდა იქ არ იყო. გავარდა ავტობუსების იმაში.
გავარდა აეროპორტში და არსად არისო. ამ კრეტინს შეფასების უნარი არ ქონდა და ეს კალი ვერ შეაფასა. ამას ეს ის კალი ეგონა, რომელიც უკან დაბრუნდებოდა. ის წავიდა უკუნეთში. თავი მოიწყო შეუვარდა მართანაც არ არაპატია თავის თავს ის შეცდომა, რომელიც დაუშვა. შეხედა რამეთქარი უკან დაბრუნდაო. დავიდან ის კალი არისო, რომელიც უკან დაბრუნდებოდა. მე მივხვდი საით მიდიოდა. აი ეს არის ჩემთვის იდეალი კალი და აი როგორი უნდა იყოს კალი. და მე რამწეს იცი ქართველმა გოგოებმა ყველას გაასწრეს მრუშობაში. სოფლიოში ჩემპიონები გახდნენ, სოფლიოს ჩემპიონები. და ვერ ხვდებიან რომ ეს არის ჩვენი ერის დეგრადაცია და დაღუპა. სამარადისოც მიწაში. შეხედულებები შეიცვალა. იცით რა არის ეს შეხედულება არ არის. ეს არის დაღუპულობა და არა შეხედულობა. თავიანთი თავი თვითონ მოისმეს. ქართველი ქალის ნიმუში აღარ არსებობს. და ვეღარც იარსებებს. იმიტომ რომ მათ ეს ყველაფერი მოკლეს. დარჩა სხეული ყოველგვარი გულის და სულის გარეშე. ეს არის სიკვდილის ფენომენი. ეხლა ეს არ ზამიჯეროს ტელევიზიით რომ მოვყევინა ნახდემოს მე ხო სულ თამადავ და ანგელოზოვი გოგო გათხოვდა ეხლა ხარ მე არ ვიყრი მის გონდა სახელს ძალიან კარგი ბიჭია რა ისეთი ისე მამაკაცი არა შესახედავად რაღაცა მამაკაცი ისე კაი ბიჭი და ბიჭი გან 500 კაციანი კოჭიას ძალიან დიდარი იყო ეს ბიჭი ხო და უცბად მე ვთქვი რომ აბა გორკა მეთქი ეხლა ხო და ხონდა აკოთო ერთმანეთს და უცბად ამან ხელით გაწია ეს ბიჭი გავგიჟი მეთქი რა ხდება და დედამის და მამამის მიმართა თავის დედას და მამა დედაო უთხრა და მამიკო ნუ გეწყინებათო რა ეს ის ბიჭიაო რომელსაც მე შეურაცხყოფას არ მივაყენებო ეს არის ვაშკაციო და მე ვაშკაცკაც არ მოვატყვილებ არ მიყვარს ბიჭო ისი რა მოხდა 500 კაცი ერა აი ბუზით გაქვე და მე მოკლე რა ვქნა თო არაფერი რატომ მივიდა მაგამდე ხო აი მისვინე თქვენო აღარ შემეშვითო და მივყვებოდიო თქვენ გამო თქვენ მოგწონდათ ძალიან და არც შეცდითო მოწონებაშია ხო ნამდვილად კაი ადამიანი ხო და არაო და ადგა და უნდა წავიდეს და ერთ წუთი მან ხელი მოკიდა დაჯექიო ქმარმა ხო ბიჭმა მარი არა ნუ ბიჭმა ხო უცად ამოიღო მობილური ტელეფონი სადაც დარეკა და ისა გამოცხადა ქორწილი გზადებ არავინ არ წავიდეს მე რა თამადა რის თამადა გასო მე დავჯექის ნო მე რა უნდა ვთქვა არაფერი და ნახევარი საათი ისე რა და ჭამს ხალხი მაგრამ რა ვარია ნახევარი საათი შემოვიდა ვიღაც ბიჭი ახალგაზრდა და დავზახა მოდიო იმას და ეხა სახელს არ ვიტყვი და მოიყვანა და ამ ქალის გოგოს გვერდზე დასვა მე აიღო ისა მიკროფონი და თქვა აი ეს ბიჭია ვის უყვარს ამას და მე იმის გამო ეს ესეთი ქალია რომელმაც მე არ მომატყილა და არ მოატყილა თავის უპირველეს ყოვლისა მე ვარ დღეიდან მეჯვარე ამ ბიჭის რას ლაპარაკობ ყველაფერს ვიცავარდამ და მიუტრია და ამის შობლებს და უთხრა თქვენ რაც ჩემში მოგწონთო მე ვიცი როგორც კაციც მოგ მაგრამ რაც ყველაზე ძალიან გინდოდათ ისო თქვენი შვილი ბედნიერი ყოფილიყო მდიდარ ოჯახშიო კარგად კბირდებით რომ ყველაფერი ექნება ისევე როგორც შემიცოლი რომ ყოფილიყო და მართლა ორი ბიჭები შეძიათ მოუნათლა რას ლაპარაკობ ეს იდეალური ვარიანტია რას ლაპარაკობ ორი შვილი მოუნათლა ნათლე იყო წაიყვანა ეს ბიჭი სამსახურში დიდი ფული აშოვნიდა და როგორც დედოფალი ისე აცხოვრა აი ქალი დღევანდელ დღეს ხდება ეგეთი დღევანდელ დღეს მოხდა ბევრი წლის წინ აი ქალი და აი მამაკაცი აი ესეთი მინდა ჩემს საქართველოში კაცი და ქალი ნამდვილად რა საინტერესო რამე მოყევით ბატონო გირი ხო და ზვაკაცი მყავდა ერთი ჩოპკა ნოდარა ქვიოდა თუ უფრო მაგარი მხარჯველი საბურთალოელი იყო უფრო მაგარი ფულის ხარჯველი მე კაცი ჯერ ცხოვრებაში არ მინახია
დიდ ფულს შეულობდა და დღე და ღამე კეიფობდა 18 წელი გამოიცვალა აი მე და რა შეებოდა მოიყვადა რუსის გარს მერე იმას ბავშვები ხო ყავდა გაუზდიდა რამე მერე გაწია მერე ესე ოქროს კაცი და ესენი ყველა მამას ეძახდნენ ეს უკვე გაზრდილები იმდენი სიკეთე ახსოვდა თამისგან და ეხა ხურობის გან შემართა მე-11 მოყავს რა ცოლი და ამერიკა თვითონ ჩამოდი და მინდა თამადა იყო მე ვთქვი თო შაყირო ბაბის კაი ჩავედი და ეს იმ ქალისთვის იყო მე-11 ქმარი და არა ამისთვის იყო ის მე-11 ცოლი და იმისთვის ეს მე-14 ქმარი იყო ულამაზესი ქალი პლოდო შორგის ბაზის თავარი საქონელს წოდნე აუ ლამაზი ფუშფუშა ქალი და ვაფშე მე იმაში ვიყავ ნიგლინა არის ესეთი ქუჩა იქ იყო სასტუმრო ბუდაპეშტში და იმ ბუდაპეშტში არა მაგას სასტუმრო იმის დიდი ფორმალი გადაიხადა მე ამ კალმა თქვა რომ ეხა წავიდეთო ჩემთანო რამდენიმე თავის დაკალს მე როგორც მე თამადა მეჯვარა წავედ სახში და ამ კალს ყავს პატარა ბიჭოკა და დიდი შვილებიც აყავს რომლებს უკვე ერთი გათხოვილია მეორე სოლი ყავს შვილების პატარა ბიჭი ყავს 8 წლის ხო და შევიდა ხა კუხნაში და რაღაცები გამოვაკ უკვე თვითონ რა რომ მოგვემსახუროს და მე ავიღე და რაღაცა ისე დიდი სიტკაში გორკას რო ეძახიან გორკა ხია ის და დაიწი მე უთან მომეცი იმის დაკავს და მომაწოდა გააღო მომაწოდა და ჩავასხე შიგნით შამპანე და ზალუბო მეთქი თქვი და მოვიყვდე რომ მოვიყვდე გამოვარდა ეს პატარა ბავშვი და კივის мама это негодяй грузин нашу папу програцин დედაო ამ საზის ღარბაო ქართველბაო ჩვენი мама გადაყლაპა მე მეგონა რომ აფრენ და мама გადაყლაპა ის და რო გამოვიდა ეს ქალი და დაეცა გულის ავიდა ბიჭო ვერ გავიგე და ისე ენაზე რაღაცა თურმე ამ ბავშვის мама ყოფილა ტანკისტი პოლკოვნიკი და ავღანეთში გარდაიცვალა და იმისი ფერფლი იყო ამაში არ დავლიე ტანკისტი პოლკოვნიკი მე მგონი ომი საქართველოსა და რუსეთს შორის მაგ ტანკისტის გულიზა მოხდა რომ ტანკისტი გადავყლაპე მაგათი რუსეთმა მთელი მსოფლიო გადაყლაპა და მე მაგათი ტანკისტი 18 ბოთლი ცხელი წყალი დავლიე რომ ამომეყო რა მაგრამ გადარჩით რა გადავჩი აფერა გამოვიდა ცხოვრებაში არ მიჭამია ბორში შემიყვარდა კატალეტები შემიყვარდა და ვღეროდი სიმღერას ტრიტანკისტა ტრივისოლი დრუგა ორი კაცი იყო უკვე ჩემში ივან ივანიჩ კაზლენკო და მე გივის იყარულზე და ამ კალმა მითხრა რომ კაჟი შისტოვა ყოველ 6 აპრილსო ამ სკატურგაზე ვიხდიდითო იმასო მის ხსოვნას თუ შეგეძება ჩავდიოდ 6 წელი დაბადებ და თავს აქ და ივანი გზეთი ის რაღაცებს ეუბნებოდა ელაპარაკებოდა და 6 წლის შემდეგ შემეზიზღა ბორშიც აღარ სიმღერას ღეროდი ეთყობა გამთავისუფლდი მისგან რა აი ეგეთი რამე დამეფარდა რუსებს გადაუყლაპე ტანკისტი თანაც პოლკოვნიკი ვაიმე საფრანგეთში ვარ გასწავლებზე და შალაზაურმა მიგვიღო თავისთან ნინო რამიშვილი ჩემთვის იყო ღმერთი რა აი ღმერთი ქალღმერთი იყო და იმიტომ დაუწერე ეს ლექსი მანამ იცოცხლებ ქალღმერთო ერის სანამ ქართველი ცეკვავს დამღერის ეს არის უკრაება რა ხო და წამიყვანა ამ შალა ყველა კი არ წაიყვანეს და ერთ-ერთი მე ვიყავი რამდენიმე მოცეკვასთან შალაზაურთან და მე კიდევ წამოვედით მე დამაბარა ჩემმა დაკალმა რუსულად ლაპარაკობდა ხოლმე მაგაცმა დამაბარას მაგაცმა რომ ყუფარზე იყო ესეთი გვარად მე მაშინ მაკასინები მესვა ხოლმე და იმას ეცვა უკვე მაშინ ყველაზე მოდაში იყო ინსპექტორები ჩვენ ინსპექტორები არ ვიცოდით რა იყო ხო კი ინსპექტორები ჩამდა შევედი ამ მაღაზიაში ერთი ელეწერეთელი იყო ოღონდ სომეხი კვრის გვარზე რა და სულ მელაპარ მოცეკვა ხო და მე ვთხარი ელა ვოტე ერთი ტუფლი ხაჩუ მეთქი და ამან კითხა ამან იცოდა ცოტა ფრანგული და ფრანგულად კითხა რა გეცოდა ისეთი პასი უთხრა რომ მთელი მოგზაურობა 3 თვე რო იქ ვარ ის უნდა ვიყო მეტი კი არა
ხო, ძალიან ძვირი ღირდა. ძვირი კი რაღაც საშინელება გასულ. და მე რუსულად ვუთვარი, მე ვთვარი, რომ არის აბალძელი, მე ვთვარი. მე ვთვარი მაკაცინია იმ კუპლივისო. უცად ვიღაც იაპონელი ტიპი დგას. შემოგვიწერდა და ვი გრუზინიო. ეხლა ჩვენ დარიგებული ვართ, რა ის გრუზინი. ხო, მაშინ მის სავეცკავა საიუზა. ნიათ მე ვთვარი მის სავეცკავა საიუზა. და აგარ პანიატონო ვი გრუზინი ის გრუზი. მე ვთვარი ნიათ ისო მეშინია. ეს ხალი უკვე დიდი ხნის მოცეკვავი ვარ, ყველაფერი იცოდა. თან კაგებსანაც. Oda uska dagor mi gruzinski ansambl, sukichvena Jager Drug Mikhail Khergiani. Mikhail Khergiani, გავგიჟდი მე. და თურმე ეს ვინ არის? იცი გარნალიჟი კი ამ თის მოთხილამურე საბდამშვები. მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონი. და თურმე ძალიან მეგობრობენ და იმას უთხრა რომ რუსულად ელაპარაკება. რაზეშიც ემნია ეს ვამ я პადარდა და მე მიყიდა ეს ტუფლები. იმას ფრანგული ტუფლი. და ყველაფერს ვიცავარ და 200 ფრანკი მე მაჩუკა. და 100 ფრანკი. აქეთ ფული გაჩი. 100 ფრანკი ქალბა. გასლაპარაკო. მე დავპატიჟე იმაზე. მე ორვემ დავპატიჟე, მოვიდა. კონცერტზე? ეს 200 ფრანკი და შემიძლია, იცი, აი ერთი წელი ვიცხოვრო იქ რა, აი მაშინ ჩემთვის ეს ფული იყო. მე ხარ რა ვქნა და ხელად მივედი და ილიკოს უხიშს უთხარ რომ მე ვთხარი მეშინია ელემარ დამასვინოს და მე ვთხარი ესე მაჩუკა მეთქი ფული და ისე ტუფლი და ფულს თქვენ მოგცემთ მეთქი და ტუფლებს თუ გნებათ თუ არა თუ დავითოვებ არა შვიდო არა დაპატიჟე მე ვთხარი დაპატიჟე მაიხმარე შენი იყოს და მოვიდა შემოიყვანა ილიკოს უხიშმა დარბაზში შემოყვა და მთელი დარბაზი აძგა და უკრავენ და ილიკო მადლობ ჩვილო იძახის მადლობ უჭკვიანესი კაცი ილიკოს ვინ უკრავს თავს თურმე ეს 5 გზის ჩემპიონი რო ამას უკრავს თურმე ეს არის იდოლი ამა ფრანგების მე ხო და ამა რაიცის და მე მიხვდა და შეუწია და თავს უკრავდა დავმეგობრდით მე და ეს მაგრა და იგზანი და საჩუქრებს, მაგრამ ყველაფერი მოდიოდა კგბ-ს გავლით. ხო და მითხრა რომ ოლიმპიური ჩემპიონატი იყო და ოლიმპიური ჩემპიონატში გავიმარჯვე შენ მოგიზრო ძალიან შეუყვარდი რა მე და შენ ხარ ჩემი ბატონი უცად მიძახიან იმაში გენერალთან თუ მინისტრის მოადვიოს მე თქვი რა უნდა ვაი თუ მაგდებენ რამე რა მივედი და მითხრა რომ წერილია შენზეო და ეს რაღაცა არის. ხო. რა წერილი და წერს დედამისი რომ თურმე საჩვენებელი ის გაუკეთებია ალპებში და ვერ შეიკავა თავი და გადახდა გაყინულ რაღაცა ტბაში თუ რაღაც და იცოცხლა 10 დღე სავატოფოში და დაუწერია რომ ჩემი ლიჟებიო გაუგზავნე ოლიმპიური რაც ისაც სახსოვრად ჩემს მეგობარს გივისი ხარუძეს აი ეგეთი რამე გამოგიგზავნეს გამომიგზავნეს და ავიღე და რაც მთავარია უცბად გამეღვიძა და ხედავ რომ სიზმარში ვინახე ეს ყველაფერი ხო კაი ისტორია იყო სერები მოგადია როგორ უსმენ აი მას ერთხელ ეს მოვყევი ერთი 300 კაციანი სუფრა იყო სულ მილიარდები და მილიონერები იყო მოსკოვში და ერთი ზის ისეთი კაცი ვისაც 8 კაცის თავი აქვს დაჭამი საზიზღარი გველი აი ყველას იმისი ეშინია ხო და ხედავ არტირის ვაი და ქართველი იყო ეს საშინელი კაცი და რა მგზნობი არ ყოფილა სიმონო გავგიჟიო თუ რა მგზნობი ეხლა ვიფიქრე აქ რომ თქვარო გამეგვიძა დედას ვიტირებს და მეც იმას ეცავ ტიროდი დილამდება რა საინტერესო ადამიანი ხართ ბატონო საინტერესო ადამიანი იყო მამა ჩემი რომელმაც ძალიან ბევრი რამე მასწავლა ცხოვრებაში რომ დაბრუნდა იმედან რა გადასახლებიდან ისე გვიჭირდა რომ დედა ჩემა კასტუმი უყიდა და
ტუფლები ვეღარ უყიდდა და აი ციხის პატინკებზე ეცვა კოლონის არხანგელსკიდან. ეცვა 1-20 დღე ეს კოსტუმი. მე ძალიან ბევრი გაჭირება მინახია ცხოვრებაში და მაგრამ ერთი რამე მაგ გაჭირებამ ნანახმა გაჭირება. ბევრი რამე გასწავლათ. კი არ მასწავლა, გამომიყვანა ის მწერალი, რომელიც დღეს სოფლიოში იკითხულობენ ჩემს. ეხლა სოჩორის მაკაფილინა არის ესეთი პროფესორი, ძალიან ძლიერი ქალი, დეპარტამენტის თავმჯდომარე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში რუსული და პოლონური იმით. თარგმნის ახლა პოლონურად ჩემს მოთხრობებს. ძალიან კარგი. ბატონ გივი, აი ბოლოს რო გადავხედოთ თქვენს განვლილ ცხოვრებას. კმაყოფილი ხართ? მე რო ვთქვა, რომ კმაყოფილი არა ვარ ჩემი ცხოვრებით, ენა უნდა ამომაჭრან რა. ანდა უნდა მესრონო და მომკრან, ესე იგი მე ვყოფილი ვარ ძაღლიშვილი. თქვენ იცით რომ მე არაფრისგან შემქმნა ღმერთმა რა. და ამიტომ დაუწერე მე ღმერთს ესეთი ლექსი. გმადლობთ ყველაფრისთვის. მეხმარები არაფრისთვის არ ვიმსახურებ და მაინც ხელის გულზე მატარა ღმერთმა და ღვთისმშობელმა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გივის სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ. თავარია ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა ყველაზე მთავარი. იცით რა უკვე ყველა წარმატება მქონდა რაც არსებობს დედამიწის ზურგზე. აღარაფერ წარმატებაზე აღარ ვფიქრობ. ერთი რამე ჩემი შვილების წარმატებაზე ვფიქრობ და ჩემი შვილის შვილებს მინდა იქამდე ვიცხოვრო. და შვილთა შვილები სანამ ჩემი ლუკა ხოშვილთა ჯანგელოს სანამ ჩემი ლუკა შვილიშვილი ამერიკაში ჩემი შვილი ხო ჰოლივუდის მსახიობი და რეჟისორი ჰოლივუდი იმისი შვილი ლუკა აიქამდე მინდა ვიცხოვრო სანამ ის არ გახდება მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში ულამაზესია და თან რა ძალა კიცი რომ მოკიდებს ხეს 8 წლისა 15 წლის ბავშვებს ერება. დადის უკვე, ანუ ვარჯიშობს? ბევრამეებზე დადის და ნახოთ რა იქნება რა. წარმატებები ლუკას. მაგარ სპორტსმენად რა. წარმატებები. ღმერთის ძალა ყველაფერი. ღმერთის და მინდა რომ დიდხანს ქალები მომწონდეს და თან ქალებთან შემეძოს ურთიერთობა. თორე ესე მოწონები და ბებია ჩემი თამარაც მოწონდა ერთს, მაგრამ ის არ გაყვა. აბა კარგად. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გივი. ძალიან ჩემზე იფიქრე და ცხოვრება წიწაკივად აუცილებლად. დავაი დედაც. თქვენ კი ვინც გვისმინეთ და გვიყურეთ, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი ემოციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე.